თუ შენ გაინტერესებს ხუთი ტექნიკა, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება და ამისრულა ისეთი ოცნებები, როგორიც იყო ბინის შეძენა და ორი ბინა შევიძინე წინა წელს საქართველოში, პირადი ბედნიერი ჯანსაღი ურთიერთობა, ქორწილი, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შემოსავლის ზრდა, მაშინ დარჩი ჩემთან, გამოიწერი არხი და მომისმინე, იმიტომ რომ ეს არის ტექნიკები, რომელიც სხვადასხვა პრაქტიკებიდან, სხვადასხვა რესურსებიდან მოვიძიე, დავტესტე, გამოვიდა, გაამართლა და დღეს შენ გიზიარებ. მილიონობით ტექნიკა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, მე დღეს ჩემს 5 ფავორიტს გაგიზიარებ, თუმცა ესეც ინდივიდუალურია, შეიძლება რომელიღაცამ შენ შემთხვევაში უკეთ იმუშაოს, რომელიღაცამ ნაკლებად ეფექტიანად, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ შენი აღმოაჩინო და იმისთვის, რომ მიხვდე, რომელი უფრო მუშაობს, შენ შემთხვევაში პრაქტიკა არ შეწყვიტო. პირველი პრაქტიკა არის ეს სურვილების ჩამოწერა აწყო დროში. და ეს პრაქტიკა განახორციელო ყოველდღე, მანამ სანამ სურვილები არ აგიხდება. მე მაგალითად ყოველ დილას გაღვიძებისთანავე წერ ჩემს სურვილებს, რომელიც მინდა რომ 2026 წელს ახდეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის გაითვალისწინო, რომ სურვილები აწყო დროში უნდა დაწერო. მაგალითად, მე მყავს საყვარელი მეუღლე, რომელთანაც ვარ ბედნიერი. მე მაქვს სამსახური, სადაც ვრეალიზდები და ვარ წარმატებული. მაქვს კონკრეტული თანხა უნდა დაასახელო და შემოსავალი ყოველთვე სტაბილურად და ნუ ასე შემდეგ. ამ ყველაფერს წერ აწყო დროში, რომ თითქოს ეს ყველაფერი უკვე გაქვს, ყოველ დღე გაღვიძებისთანავე, ნუ რამოდენიმე 5 წუთში მაქსიმუმ შეგიძლია რომ სავარჯიშოს შეუდგე. მეორე ტექნიკა ეს არის აფირმაციები. აფირმაციების დიდი რაოდენობა მოიძიება ინტერნეტში, შეგიძლია შენ თვითონაც შეადგინო შენი აფირმაციები და მეც მალე შემოგთავაზებ ჩემს აფირმაციებს, გაგიზიარებ ახალი ვიდეოთი. აფირმაცია რომ გესმოდეს, ეს არის კონკრეტული ფრაზის ბევრჯერ განმეორებას იმისათვის, რომ ჩვენს ქვეცნობიერში ჩაიბეჭდოს და ჩვენი ტვინისთვის ეს იყოს რეალობა. აღიქვას თითქოს ეს უკვე რაღაც მოხდა, რაც გვინდოდა, ხო? მაგალითად, მანქანის, ახალი მანქანის ყიდვა რომ მინდოდა, ჩემს ძველ მანქანაში რომ ვჯდებოდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, თავში ესე ვიმეორებდი ფიქრებს, რომ რა კარგია რომ ყავს ახალი მანქანა, რომ ძრავდი ამ ჩემს ძველ მანქანას წარმოვიდგენდი, რომ ახალი მანქანა იყო და ამ აფირმაციებს ვიმეორებდი და ვიმეორებდი მთელი გზის მანძილზე. მოკლედ ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ სიტუაციაში სახლს ალაგებ, სადღაც მიდიხარ, გზაში ხარ, ტრანსპორტში ხარ, სეირნობ, მანქანით გადაადგილდებ თუ ტრანსპორტით, არ აქვს მნიშვნელობა. კონკრეტული აფირმაციები შეგიძლია შენ თვითონ ჩამოწერო და შემდგომ იმეორო, რაც შეიძლება ხშირად. შემდეგი ტექნიკა არის ისტორიის დაწერა შენ სურვილთან ან სურვილთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ საახალწლო პერიოდი არის, ჯერ კიდევ გვაქვს შეგრძნება, რომ ძველს დავემშვიდობეთ და ახალს ვეგებებით, ამიტომ გაქვს დრო, რომ დაწერო მე ყოველ ახალ წელს 31 დეკემბერს წერ ხოლმე წერილს, რომ თითქოს მომავალი წლის 31 დეკემბერია და ასეთ ისტორიის სახით წერილს წერ საკუთარ თავს და ვუყვები თუ რა ამიხდა ამ წელს და რა სურვილები შემისრულდა. ეს გვეხმარება ყველაფერი წარმოვიდგინოთ დეტალურად, ჩვენს ტვინს კი სჭირდება დეტალები, სჭირდება ხშირად განმეორება და სჭირდება ბოლომდე ამ ყველაფრის ემოციურად შეგრძნება და ბევრი წერა და ისტორიის სახის მიცემა ამ წერილისათვის ამ ყველაფერში დაგეხმარება. შემდეგი ტექნიკა ეს არის ფიქრების ჩაპეჭდვა. ნუ მე ასე ვეძახი, ბევრნაირად შეიძლება ტერმინოლოგია მოვიფიქროთ. ეს არის, როდესაც ერთ სურვილს წარმოვიდგენთ დღეში 3 ჯერ, დილას გაღვიძებისთანავე, შუა დღეს და დაძინებისას 5 წუთის მანძილზე. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა წარმოვიდგინოთ აწყო დროში და შევიგრძნოთ, რომ თითქოს ეს ყველაფერი მოხდა. მაგალითად, მინდა რომ ახალი სამსახური დავიწყო პირობითად, ხო? წარმოვიდგენ, რომ აი ეს ახალი სამსახური ჩემს ცხოვრებაში უკვე არის, უკვე მატერიალის და თვალები მაქვს დახუჭული და ამ ყველაფერს გრძნობ, განვიცდი, თუ რამდენად ბედნიერი და გახარებული ვარ, როდესაც ეს ყველაფერი რეალობად იქცა. მოკლედ, დღეში 3 ჯერ არის გასაკეთებელი ეს ტექნიკა, დილას, შუა დღეს, საღამოს 1 თვის განმავლობაში. და ბოლო ტექნიკა ეს არის მედიტაცია ალფა ცნობიერების დონეზე. ალფა დონე ეს არის ტვინის ტალღების შენელებული მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი უახლოვდება მაშინ, როდესაც ძილის ფაზაში გადადის. და სწორედ იგივე ეფექტი აქვს სწორად გაკეთებულ მედიტაციას. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ
არ დაგეძინოს და აკონტროლოს შენი თავი, შეიძლება პირველ 2-3 მცდელობაზე ჩაგეძინოს, მაგრამ ბევრი პრაქტიკის შემდგომ აუცილებლად მოახერხებ, რომ სრული მედიტაცია ფხიზელ გაცნობიერებულ მდგომარეობაში გააკეთო, თუმცა შენი ტვინი იყოს ალფა დონეზე. შეეხება უშუალოდ მედიტაციას, რაც შეიძლება ვნახოთ, მე ყველაზე დიდ რეკომენდაციას ყოველთვის ვუწევ ჯო დისპენზას სამუშაოებს, თუმცა ეს ინგლისურ ენაზე არის და თუ ქართულად გინდა რომ მედიტაციების გაკეთება დაიწყო, მაშინ ცოტა დამელოდე, მე ძალიან მალე შემოგთავაზებთ ახალ პროექტს, სადაც იქნება ქართული აფირმაციები და ქართული მედიტაციები. მადლობა რომ მომისმინე, იმედი მაქვს რომ რომელიმე ყველა თუ არა ტექნიკა შენთვის საინტერესო და ეფექტიანი იქნება. არ დაგავიწყდეს გვერდის გამოწერა. ხვდებით მალე შემდეგ ვიდეოში. დროებით.